აი წარმოიდგინეთ, რომ ხართ მოწინავე ტექნოლოგიების მქონე არამიწიერი ცივილიზაცია და ირმის ნახტომში სხვა ცივილიზაციებთან კონტაქტს ცდილობთ. სად მოძებნიდით პირველ რიგში? ალბათ თქვენთან ახლოს, არა? გალაქტიკის ცენტრი გადაჭედილი მომაჯადოებადი რეგიონი სუპერმასიურ შავმხრელ მშვიდოსანი A ვარსკვლავის გარშემო. ირმის ნახტომის ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია განმეორებადი რადიოსიგნალების გამოსაგზავნად, რომ იქნებ ისინი ვინმემ დაიჭიროს. ასე ფიქრობს მკვლევართა ჯგუფი, რომელსაც კორნელის უნივერსიტეტის ასტრონომი აქშაის სურეში ხელმძღვანელობს. მათ ამ სიგნალების მოძებნის გზას მიაგნეს. Breakthrough Listen ასე ქვია პროგრამას, რომელიც პერიოდული სპექტრული სიგნალებით ბლიფსებით ეძებს უცნაურად პულსირებად რადიოგამოსხივებას გალაქტიკის ცენტრიდან, რომელიც შეიძლება გონიერ არამიწიერ ცივილიზაციათა შეტყობინებები იყოს. გალაქტიკის ცენტრი ძალიან მშფოთვარე ადგილია. გადაჭედილია ყველა სახის ვარსკვლავით და მტვრისა და გაზის სქელი ღრუბლებით, რომლებიც იქ არსებულ ობიექტთა უმეტესობას პინდავს. ამას გარდა არსებობს ბუნებრივი ობიექტებიც, რომლებიც განმეორებად რადიოსიგნალებს ასხივებს. თუმცა, ცის სხვა რეგიონებთან შედარებით ის საკმაოდ გადატვირთულია. სტატისტიკურად გალაქტიკის ცენტრის ხედვის ხაზში არსებულ ვარსკვლავთა იმ დიდი რაოდენობიდან გამომდინარე, უდიდესი პოტენციალი აქვს, რომ სწორედ ის მიმართულება იყოს, სადაც სიცოცხლისათვის ხელსაყრელი ეგზოპლანეტები მდებარეობს. ხო და თუ უცხო პლანეტელების სიგნალის პოვნა გსურს, ეს ერთ-ერთი საუკეთესო ადგილია მათ მოსაძებნად. თუმცა არსებობს მრავალი გამოწვევა. გალაქტიკის ცენტრიდან მომდინარე სინათლის ბუნებრივ კაკაფონიაში ხელოვნური სიგნალის გამორჩება ძლიერ რთული ამოცანაა. გამოიწერე ჩვენი YouTube არხი. ლინკი ჩაშენებულია მთავარ გვერდზე YouTube-ის სიმბოლო აიკონში.